საღამოშვიდობის ეთერშია ქრონიკის საინფორმაციო გამოშვება დღის მნიშვნელოვან სიახლეებს განსახოროშვილი გაგაცნობთ. 2015-2017 წლის საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა სამომავლო პერსპექტივები ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა დღეს თბილისი ქორთიერდ მარიოტში. შეხვედრას მინისტრებთან ერთად რუსთავის მერი დავით ჯიქიაც ესწრებოდა. კონკრეტულად თუ რა საკითხები იქნა ადგილზე განხილული, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. საქართველოს რეგიონების ფინანსური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა, არსებული ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ეს ის თემებია, რომელზეც დღეს მთავრობის წარმომადგენლები მსჯელობდნენ. შეხვედრაზე საქართველოს მთავრობამ 2015-2017 წლებისთვის რეგიონული განვითარების პროგრამა წარმოადგინა. პროგრამის მიზანს ქვეყნის მასშტაბით დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. განვიხილავთ 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამას, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი სამთავრობო დოკუმენტი, რომელიც ჩვენი სამინისტროს მიერ არის მომზადებული და განიხილავს რეგიონების პოლიტიკის ძირითად მიზნებს და ამოცანებს. ამ დოკუმენტმა უმაღლეს შეფასება დაიმსახურა ევროსაბჭოს მიერ. იქნა წარმოდგენილი რეგიონული განვითარების გეგმა, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური კომისია, სადაც ფაქტობრივად ყველა სამინისტრო არის ჩართული და ძალიან დიდ ყურადღებას ვანიჭებთ ჩვენ რეგიონებში გარკვეული პროექტების განხორციელებას. განიხილება ზოგადად სტრატეგია ქვეყნის განვითარების, ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი კომპონენტი არის შემდგომი ქვეყნის განვითარებისა, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს აღებული გარკვეული ვალდებულებები, ამ ვალდებულების ფარგლებში ხორციელდება ეს პროგრამაც. პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია და ის ევროკავშირში გავრცელებული პროგრამის შემუშავების პრაქტიკას მოიცავს. პროექტის განხორციელების მიზნით ევროკავშირმა 30 მილიონი ევროს გამოყოფა უზრუნველყო. უპირველეს ყოვლისა, რეგიონალური განვითარების თემა. ეს არის თემა, რომელიც ეხება ზოგადად ქვეყნის განვითარებას, ყველა მიმართულებით და ყველა განზომილებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ეს პროგრამა, რომელიც არა მარტო შემუშავდა ევროკავშირის და ევროკომისიის და წევრი ქვეყნების, ასევე სხვა დონორების ძალიან აქტიური მხარდაჭერით, ასევე ძალიან აქტიური მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წარმოადგენს ჩვენ ჩარჩო 3 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას და ის მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონების განვითარებას და ამიტომ ამ პროგრამაში მჭიდროდ ვართ ჩართული. ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. ევროკავშირმა უკვე გამოყო 30 მილიონი ევრო, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონების განვითარებას. საქართველოს მთავრობამ 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა მიმდინარე წლის ზაფხულში დაამტკიცა. დოკუმენტი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სხვა უწყებებთან კოორდინაციით მოამზადა.